ლამპარი, მოდი ახლა ესე დავიწყოთ. რა არის ჩადოსული ლამპარი? გამარჯობა. გოლა. რა არის ჩადოსული ლამპარი, ბავშვი? დიახ, მართალი ხარ. ეთახმებით კინოთეატრია ბავშვებისთვის? და ჩვენს კინოთეატრში რა ხდება ხოლმე? ვერთობით. კიდე? უხურებ და მიხატავ სახეთი რაღაცებს. მიხატავ სახეთი რაღაცებს. კიდე? ჩვენი კინოთეატრის მისაღი რა არის ბავშვებო? რომ კინოსამყაროში მოგზაურობთ, ხო ასეა? კინოსამყაროში რომ მოგზაურობთ, რა უნდა გავაკეთოთ? უნდა დავიწყოთ სულ თავიდან, ხო ასეა? სულ თავიდან თუ დავიწყებთ, რა უნდა მოხდეს? არა. ეს ერთი, მაგრამ უნდა თან წავიკითხო და თან გადავევართვები მეგობარი ირაკლი. მე გვია ირაკლი. აკითხვა ვიცი? მაგრამ ჩვენებისთვის ყავს შობლები, იმისთვის ყავს უფროსი ძმები, დები და ასე შემდეგ, რომ წავიკითხოს ზღაპარი ჩვენი ჟურნალიდან. მოკლედ, კინოთეატრი ბავშვებისთვის არის ჩადოსული ლამპარი, ეს არის პროექტი, რომელსაც აქვს მიზნად შემდეგი რამ. მე მისმინეთ ბავშვები, მე მომისმინეთ. ეს არის კინოთეატრი ჩადოსული ლამპარი ბავშვებისთვის და შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენ მივმოგზაუროთ კინოსამყაროში. და თქვენი აზრით, რამდენი წლის არის კინო? 25 ის. 25 შესაძლებელია რომ იყოს. 26 კიდე? 30. კიდე? 27. მოვუვადო თომა წამდეთ ციტალი. 100. 100 ახლოს ხარ. 100 კიდევ ზემი. დაახლოებით 150 წლის არის კინო. თქვენი აზრით, პირველად როდის ამოძრავდა ეკრანზე სურათი? ანუ ეკრანზე, აი დიდ ეკრანზე, როდის ამოძრავდა სურათი, როდის გამოჩნდა მოძრავი კადრები? რამდენი წლის წინ? 150 წლის წინ. 1899 წელს ძმები ლუმიერები იცი? ეს იყვნენ ესეთ ფრანგი ძმები ლუმიერები, რომლებმაც გამოაცხადეს შევისახი ელები. ისე მოგიყვებით საინტერესოა როგორ დაიწყო ფილმი და კინო. კინოს ისტორია დაიწყო ასე, ძმებმა ლუმიერებმა ბავშვებმა გამოაცხადეს, რომ ჩვენ განახებთ კინოში, დარბაზში, როგორ ამოძრავდება სურათი. ხალხი მოვიდა, დასწრე და ხო არ გახსოვთ და ხო არის რა იყო პირველი კადრი? მატარებელი შემოდიოდა სადგურში. და ძმებმა ლუმიერებმა ის გადაიღეს და გაუშვეს აი ასეთ ეკრანზე, უბრალოდ უფრო დიდ ეკრანზე. და ხალხმა როდესაც დაინახა, რომ მატარებელი შემოდიოდა სადგურში, თქვენი აზრით რა ხდეს? გაიცნეს. დარბაზიდან გაიცნეს და მას შემდეგ კინოს იწოდა როგორც ჩადოსული სამყარო. ამიტომ ჩვენს კინოკლუბს გვია ჩადოსული ლამპარი, რომელშიც 6-12 წლამდე ბავშვები მოდიან ხოლმე და ჩვენი კლუბის წევრები არიან. წელიწადში გვაქვს 9 ფილმის ჩვენება და ჩვენი ფილმები არის განსაზღვრული ასე იწყება ძველი დროიდან და მოდის უკვე აი მაისისკენ უკვე ვაჩვენებთ თანამედროვე ფილმებს. ამიტომ ჩვენ ძირითადად ვცდილობთ ხოლმე რომ ბავშვებს ავუცხდათ ფილმის განვითარება როგორ ხდება. და ეს არის ჩვენი პროექტის მიზანი, რომ ბავშვებმა შეიპარონ კინო. იმიტომ რომ ჩვენი აზრით კინო არის მნიშვნელოვანი რამე, რაც ჭირდება ჩვენს ახალგაზრდებს, ხო, ბავშვებს. რომ აშკარად კინო ძლიერი გამონაკლისი ადამიანებმა რაც შექმნეს. კარგი, ბავშვი გაუგებლეთ, მოკლედ, თქვენი აზრით 150 წლის წინ ფილმი როგორი იყო? კინო. თქვენი აზრით ხმოვანი იყო? არა. ხოჭო. ფერადი იყო? არა, ის იყო შავთეთრი და იყო უხმო. თუ შავთეთრი და უხმო იყო, მაყურებელი როგორ იგებდა რა ხდებოდა ეკრანზე? თქვენი აზრით, როგორი რას იშოვებთ? მოხერხება მხოლოდ, ხო? კიდევ აი თქვა დიალოგი მიდიოდა ორ ადამიანის შორის. შუაში რა ეწერებოდა?
მოვიდა და თეთრი წარწერები გამოდიოდა, ხო? ეს ნიშნავდა, რომ დიალოგი იყო მათი. თქვენი აზრით, ამ დიალოგს კომენტატორები ხვალ გითხულობდნენ? არა. კი. იდგნენ დარბაზში და შორს როიჭდა მაყურებელი მათთვის გასაგონი ყოფილიყო, ვიღაცა ხოლმე გითხულობდა. და ხვალ გითხულობდნენ ამ დიალოგებს. ამით აგებიერებდნენ ადამიანებს, თუ რა ხდებოდა ორ ადამიანს შორის. ესე იგი, ადრე, როდესაც ფილმებს აჩვენებდნენ 150 წლის წინ, ძველი ლუმიერების დროს. 150 წელი ბევრია, ხო? ამიტომ მათ იყო საშუალებები უკრავდნენ პიანინოზე ეს მუსიკა, რომელშიც ჟანრები არსებობდა და ახმოვანებდნენ ხმამაღლა, ხო? კი. ამ პერიოდში იყვნენ ვარსკვლავები. როდესაც კინო დაიბადა 3 წლით ადრე, კინოს დაბადებამდე 3 წლით ადრე დაიბადა ვინ? შავ-თეთრი ფილმის ვარსკვლავი და დღემდე ვარსკვლავია. ჩარლი ჩაპლინი იცით? არ იცით? დღეს ძალიან დიდი სიამოვნება გეუბნება წინ, იმიტომ რომ ჯაკოსურ ლამპაში ჩარლი ჩაპლინზე ძალიან ბევრს მოყვებით ხოლმე და ჩარლი ჩაპლინი არის ყველაზე ძლიერი კომიკოსი დღემდე. მე მაგალითად ვახალისებს ხოლმე ჩარლი ჩაპლინი დღემდე. მაგრამ ჩარლი ჩაპლინის დროს ასევე ბავშვები იყო ესეთი პიროვნება, ბასტიან კიტონი. ეს იყვნენ კინოს პირველი ვარსკვლავები, რომლებმაც კინო გახადეს პოპულარული. ბასტიან კიტონის შესახებ იცით რა? შავ-თეთრი ფილმების შესახებ? არ იცით. დაახლოებით 100 წლის წინ ფილმები, რადგან შავ-თეთრი დაუხმო იყო, სახალისო ყოფილიყო იქ ადამიანები არ ბასტიან კიტონი, ჩარლი ჩაპლინი, ლორელი და ჰარდი, ამათ ყველას გაიცნობ ბავშვები, რომ ჩვენთან ეს ადამიანები ცდილობდნენ, რომ სახალისო ყოფილიყო ეკრანზე მათი გამოჩენა. ამიტომ იგონებდნენ სხვადასხვა ტრიუკებს. ტრიუკი ხოც რა არის? ტრიუკი არის, აი, მაგალითად, რომ პირამალას გააკეთებს ადამიანი, ან ერთი მეორეს გაიგდება, თორცე სვის, მოხდება თავში და ამას ჩვენ ვეცინება ყველაფერზე, მაგრამ ამასთან ერთად ისინი სიუჟეტებს ამავდნენ. და იყო საინტერესო, იმიტომ რომ ან მელოდრამა, ჟანრების შესახებ თუ იცით? ჟანრი რა არის თქვენი აზრით? პერატალიანი ადამიანები არსებობენ. ჟანრი არის აი მაგალითად სასაცილო ხო გაგიგიათ? სასაცილო ფილმი. სევდიანი ფილმი ხო გაგიგიათ? ხო, მუსიკალური ფილმი ხო გაგიგიათ? რომხებია. ესენი არის ჟანრები, ყველანი. იცით ხო? სასაცილო ფილმი ხო მინახავს კომედია რო იცით, ეს რო იცით. მე ხო მინახავს ფილმი რო ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი, როგორც და პეიჯს ეს არის მელოდრამა. არის რომ მხედრიან, სულმხედრიან ფილმში. ეს არის მუსიკალური ფილმი, ხო? ხო? ძალიან კარგი. კიდე რა ფილმები იცით აბა თქვენ? ფილმები ჩამოთვალეთ. სიმბა. მეფენო, კიდე? მარტო სახში. კიდე? ერთი თვე. ერთი თვე უცოცხლი. კაი, ამ ფილმებს მაინტერესებს ყველა ის რომ დაწურებულა ფილმებსაც და მულტფილმებსაც უყურებთ. მაგრამ მაინტერესებს სადუყურებთ ხოლმე ამ ფილმებს. კომპიუტერში? კომპიუტერში. სახში, მაგრამ სადუყურებთ ხოლმე? ტელევიზორში. კიდევ? ტელევიზორში. კომპიუტერში. კი, მაგრამ დიდ ეკრანზე ხშირად უყურებთ ხოლმე ფილმს, როგორც ჩვენი დიდი ეკრანი არის. ხშირად არა ხო? სინამდვილეში მთელი ჯადოსნობა არის ფილმის იმაში, რომ ერთხელ ჩვენ მეგობრებთან ერთად დიდ ეკრანზე უნდა უყურო ფილმს. და ეს არის ტრადიცია, რომელიც ძალიან დიდი წლებია მოდის კინოს ისტორიაში. ხო? ეხლა მე კიდე ეგეთ რაღაც ვამბობ თქვენთვის, რომ ჩვენთან არის გაწევრიანება ნებაყოფლობით. არის თანხა, რომელსაც ვიხდით, მაგრამ ესეც ნებაყოფლობითია, ეს ის რომ მთელი წელი შენარჩუნებული იყოს კლუბი. როდესაც თქვენ საწარმოებს გადაიხდით, ბავშვები ხდებიან კინოკლუბის წევრები. ასე რომ 9 თვის განმავლობაში, ყოველ თვეში, ყოველთვის შაბათს ისინი შეძლებენ
ჟურნალები არსებობს ესეთი, სადაც წერია მოკლე მოხიბლა ფილმის შესახებ და ასევე მოკლე მოხიბლა რა არის კინო. რაც რო გადის ჩვენ უფრო ხვდებით, რომ კინო ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებო, წესები არსებობს კინოთეატრში, ჯანმრთელობის დამყარი, სადაც სხვადასხვანაირი წესებია. ერთია რომ მობილური უნდა გავთიშოთ, იმიტომ რომ კინოს შენებას გასუშლის. აი გახსოვეთ? ჩუბატო დავიქოთ. არ უნდა შევშოთ ვერცებს ხელი. კიდევ გათიშული, რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს ორდაერთი კინოთეატრი, არის კლასიკური კინოთეატრი. არ თამაშობ. თავი არის რომ ხელი არ შევშალო შენ ვერცებს ჩდობს. მე მქვია ირაკლი, მე არ ვარ მასწავლებელი, მე ვარ თქვენი მეგობარი, რომელიც ყოველთვის ვეცდები რომ გამოგზავნოთ კინოსამყაროში. დღეს რადგან პირველი დღე არის, ასეთი ინტენსიური კითხვებით არ შემოვიფარგლები, უბრალოდ გეტყვით რომ ბასკეტ პიტონი არის დღევანდელი დღის გმირი. ეს არის ადამიანი, რომელიც 150 წლის წინ ჩარლი ჩაპლინთან ერთად მოღვაწეობდა კინოში და რომელიც შავ-თეთრ ფილმებს იღებდა. ბასკეტ პიტონი არის ძალიან ცნობილი შავ-თეთრი ფილმის ვარსკვლავი. კარგი, მე ბევრსაგან შევაწერ თავს და გადავალ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ გვაქვს ესეთი ტრადიცია დაწერის ფილმის დაწერის წინ ვაფშე სახელი. მე დაგასვათ კითხვას სადაც ჩვენ და ჩვენ დაიძახოთ ჯადოსნურ ლამბაში. აბა ბავშვებო, სადაც ჩვენ უფრო ხმამაღლა სადაც Is it
იცი რა არის? ეს არის ჩემი ოცნების ნივთია. სოფლიოში ყველაზე ძველი და გამორჩეული საფოსტო ხუთია ნამდვილი საფოსტო ხუთი. რა საფოსტო ხუთი? ეს ისი რა არის სიამოვნებაში? აი ესეთი ხო ადრე კინოკამერა. ამათლა. აი ესე აკრიალებდნენ. აი ესე იქნება ხოლმე სცენა. მე საფოსტო ხუთი მეგონა ძალიან. ხო და ესე გადაიღოთ ასევე ხოლმე სხვადასხვა ვერანის. აი მაგალითად, აი ეს რგოლი. ამ გოლს დაახურეთ პრეზიდენტას, ლენდა იცი რა არის? გამიჩი. ხო, ეს არის ლენდა, რომელზეც აღიბეჭდებოდა სხვადასხვა სურათი. ანაშიშა დავაკავებდი. ხო. და ლენდა ეს გოლი ხოლმე. უჩო. ხო. ახს გადაგებას ამიგებს. ვერ ვიცი რა ხარ. დადექი მეხმარე. მე გავიგე. იგი გავატრიალებ და თქვენ სცენაზე გადაიღეთ. რა სამოპორციალით ის? დადექი ხო? იცი რა არის? ხომიორი, ეს კაცი ცოტა უცნაურია, მაგრამ გამიგე უცნაურია, მაგრამ მე ხუჩე უნდა გამითამაშოთ ხო პირველი სცენა. ესე მაგარა საკალიფს შეხარ მოხიბები გოგონა რომელიც ოიცა კაცარე, გოგონა მე გადავატრიალე, ნუ თაშები ფილმია, მიდი. აბა მიდი. დავიხე, ერთი ორი სამი, წავი. მე ვარ გოგონა. მიდი ვიხე. ესე უნდა ვიყო რამე. აი! კი რა გაწვიდა? გადაგემიდია. რა არის კაცო გადაგებული? სულ მე რატოა შაშენია? ლენდაზე აგიბეჭდა, ეხლა მთელი ეს სცენა. აუ, ქევინა. ეხლა სატესტოზი ვარ. ეხლა შეხარ შტურმანი. ვინ ვარ? შტურმანი. სესიად მე ლაბარაკი ბავშვი მე არიან რა? შტურმანი ხარ. ადრესია, არის შტურმანი. არ ვიცი რა არის შტურმანი. გემის საჭესვის მართვა. არა, მე ზაგე გიგებს რა თქმა უნდა. ვითო. რა ვითო კაცი შემოწმე ზალენია მაგ. ფილმისთვის. აი მე რა სუჩალში მე რატომ სოფელ გავიდი რა? დავიხო ერთი ორი სამი, დავიხო. აჰა, დავიწყე. აი ესე დიდი ატარი კარგი. ეს ვინ არის? აი ესე კადრში გამოიხედეთ აქეთ. კარგად, აი ესე დაგაფიქსიროთ. ეს ვინ არის ეს? ეს არის გემის კაპიტანი, რომელიც შენ გადახობს საკითხი. რა? მე ზუჩი ჩამაწია. აი მოიწეს. მაგრამ ხო არა? ხო. მე რატომ ვიღავდი გემზია? ვითო არის. ხობი არ ჩაუდგეს სიებილეში უბრალოდ ისე დამაჯერებლად გააკეთა ის ხობსა ვეღე მოიწმენე რა ამოიწს ხოლმე ესა მაგნეტის ამოღება არ შეიძლება იმიტომ რომ მე გამოვაჩვენებ და არ გამოჩნდება ეცა კაცო ანუ ეს რო დამიჭირო ის მაგალითად სლავიკაცია მაგალითად
მოვიდი, ჩემი ძონი და ბავშვი შიშით მომიკვდება. მე ვიყიდი და დავამტკიცებ, რომ კარგი ბიზნესმენი ვარ. მე კიდევ ერთხელ მინდა შევეცადოთ, რომ თქვენ ახლა უყურებთ უნიკალურ კადრებს, რომელიც გადაღებულია 150 წლის წინ. და ამით დაიწყო კინოს ისტორია. ერთ-ერთი მოწინავე ფილმია ეს ბასტრის სხვა დიდვასთან ერთად.